Აფიცი მსაჯულების ვერდიქტის მოლოდინში 12-მა მსაჯულმა უნდა თქვას, დამნაშავეა თუ არა კაცი, რომელმაც ვარკეთილში კარის მეზობელი და მისი მეგობარი მოკლა. საქმის განხილვა სასამართლომ უკვე დაიწყო. ბრალდებული იური კალანდარიშვილია, რომელიც მომხდარს აუცილებელი მოგერიებით ხსნის. თუმცა სათვალთვალო კამერების ჩანაწერებში, რომელიც კურიერი პიესმა ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ექსკლუზიურად მოიპოვა, პროკურატურის მტკიცებით სულ სხვა რამე ჩანს. კადრები, რომელშიც ფიზიკური დაპირისპირება არის ასახული იური კალანდარიშვილის სკარზე დამონტაჟებულმა კამერამ ჩაიწერა. მეზობლებს შორის დაძაბული ურთიერთობის ერთ-ერთი მიზეზით სავარაუდოდ სწორედ ეს სათვალთვალო კამერაა, რომლის თვალთვალის არეალში მხოლოდ კარის მეზობლის ბინა ექცეოდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულს 16-დან 20 წლამდე ან უვადოდ მოუწევს ციხეში ყოფნა. ხათუნა გაგნიძის რეპორტაჟი. ადამიანის მკვლელი იური კალანდარიშვილი თქვას თქვენს წინაშე. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საბოლოოდ ამ ისტორიას სწორედ თქვენ დაუსვამთ სამართლიან წერილს. ასე პროკურორი ნაფიც მსაჯულებს მიმართავს. ორი ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული 44 წლის კაცის ბედი სწორედ 12 მსაჯულის ხელშია. იური კალანდარიშვილის, რომელმაც სანადირო თოფით ორი ახალგაზრდა კაცი, უახლოესი მეგობრები ბაჩო ბაშარული და ნიკო არჩვაძე მოკლა. ცნობს თუ არა თავს დამნაშავედ? არ ცნობს თავს. მე გამოვთქვათ წუხარება უბედურობის გამორას და ტრიალდა პუტინის შემთხვევაში. მე მომიცია ჩემი თავის და ჩემი ოჯახის წევრების დაცვა. ამტკიცებს, რომ მეზობელი და მისი თანმხლები თავს დაესხნენ და მოიგერია. ალკოჰოლი და ნარკოტიკი, რომელსაც ყავს სამწუხაროდ გარდაცვლილი და ერთი თქვენს გადაწყვეტილებას ეკუთვნება. ადვოკატი ნაფიც მსაჯულებს უმტკიცებდა, რომ წლების წინ მეზობლებს შორის დაწყებული დავის ინიციატორი მოკლული ბაჩო იყო. სადარბაზოში მისი რემონტის ნარჩენებმა იური კალანდარიშვილი შეაწუხა, რასაც მეზობლის ცინიკური პასუხი მოჰყვა. შემდეგ კი ბრალდებულის კარზე შეურაცხმყოფელი მინაწერები გაჩნდა. იური კალანდარიშვილს კარის მეზობლის სახლში ხმაური და შეკრებებიც აღიზიანებდა. ადვოკატი ამტკიცებს, რომ ამ ყველაფრიდან გამომდინარე ბრალდებულმა საკუთარ კარზე კამერა უსაფრთხოებისთვის დააყენა, რამაც მეზობელი კიდევ უფრო გააღიზიანა და კამერის მიმართულებით უსიამოვნო ჟესტების ჩვენება დაიწყო. ერთ დღესაც ისეთი ხმები ისმის მის სახლიდან, რომ თითქოს ვიღაცას კლავენ და იური კალანდარიშვილის მეუღლე ნინო რეკავს 12-ში ბაჩა და ბაშარული ძლიერ მდგომარეობაში არის ნარკოტიკის დოზირების გამო. სასწრაფო სამედიცინო ბრიგადა იძულებული არის, რომ ის საკაცეს დააწვინონ და გადაეყვანონ სტაციონარში. იმის მაგალითად, რომ გარკვეული საბაგდობელი ყოფილიყო ეს ყველაფერი ისა, რომ სიკვდილს გამოგვიჯა ხელიდან ნინო ბაჩა და ბაშარული, რატომღაც უფრო მეტი აგრესიით განიმსჯვალა მის მიმართ. ერთხელაც ნინო იხედება კარგად საჭმელებია ეგრეთ წოდებულ გაზოგში და ხედავს, რომ რაღაცა სკოჩია აკონია. იღებენ გადაწყვეტილებას კამერის დაკეტების თაობაზე. იქნება დაფიქსირდეს მაინც ბოლო მიდაკეთებს ამას, რომ რაღაც დაილაკ გადავჭით. აგრესია კიდევ უფრო იზრდება. მივდივართ იმ ალბედით დღემდე. გასული წლის 5 ივნისი მართლაც ალბედითი დღე იყო. განუყრელი მეგობრების სიცოცხლის ბოლო დღე. ბაჩო ამ სახლიდან, ნიკო კი ასურეთიდან მეგობრის დაბადების დღეზე წავიდა. რესტორნიდან ნასვამები დაბრუნდნენ. ვარკეთილში ბაჩო ბაშარულის სახლში დარჩენას გეგმავდნენ. ამ კადრებში, რომელიც კურიერი პიესმა რამდენიმე თვის წინ მოიპოვა, მათი სიცოცხლის ბოლო წუთები ჩანს. საქმის პროკურორმა მსაჯულებს საბედისწერო ღამეზე უამბო. ორი არაფრისეულ მდგომარეობაში მყოფი მეგობარი ცდილობენ, რომ შევიდნენ ბაჩოს სახლში. ბაჩო ცდილობს, რომ სახლის ან თავისი ბინის გასაღები ამოიღოს. ამასობაში ახსენდება ეს ბრალდებულს ან მეზობლის კარზე არსებული კამერა, რომ არის იქ და ეს თავის უკმაყოფილებას გამოხატავს იმით, რომ ამხებს ამსანთებელას და კამერასთან გადაამთავრებს. დაახლოებით ღამის პირველი საათია. ამ დროს ბრალდებული აღებს თავისი ბინის კარს და ნიკოსთან და ბაჩოსთან იწყებს საუბარს. ბაჩო პრეტენზიას გამოხატავს ჟესტიკულაცია კამერასთან მიმართებაში. ბრალდებული იური კალანდარიშვილი იწყებს ფიზიკურ
ძალადობას ბაჩანა ბაშარობზე. ნაჭრის ჩანთაში გადახვეული ეგრეთ წოდებული კაფელის ჩაქუჩს გამეტებით ზედიზე რამდენჯერმე უთმავს ბაჩას. ასეთი მოულოდნელი თავდასხმით გაოცებული ნიკო უკან მიყვება თავისი მეგობრის დასახმარებლად. საბოლოო ჯამში ბრალდებული ახერხებს, რომ რამდენიმე წამში ორივეს არაფრიზა მდგომარეობაში მყოფი ადამიანი ძირს დაყაროს, სანადირო თოფიდან არაერთხელ ესმის მათ და ამით არ ჩერდება. საკონტროლო გასროლისას ახორციელებს და ორივე საფრთხეზე კლავს. მთავარი მტკიცებულება ბრალდებულის კარზე დამონტაჟებულმა კამერამ გადაიღო, ჩანაწერს ხმა არ აქვს. თავდასხმის მოგერიება თუ განზრახ მკვლელობა. ეს ნაფიცმა მსაჯულებმა უნდა შეაფასონ. მათ მოუწევთ იმის გაანალიზებაც, ცდილობდა თუ არა იური კალანდარიშვილი მკვლელობის შემდეგ თავდასხმის ინსცენირებას. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 112-ს 9 საათში დაურეკა მაშინ, როცა ბაჩო ბაშარული და ნიკო არჩვაძე სავარაუდოდ უკვე გარდაცვლილები იყვნენ. ერთ-ერთი ორი გისმით, რომ სამართლე საჭიროება დახმარება. თავს დამესმენ სახში და გაულისროლეს და მოუყალეს კარებზე აჩხაყუნებდნენ რაღაც შევოდან გავაგეტარები და ჩხუბი დამიწყეს. შემოვიდნენ ჩემთან ბინაში. დიახ. გამოვიდა ჩემზე რეგისტრირებული აღარაისროლე. ეს აგრესია კარებში რო იგრძნობოდა და თქვენ ვერ გრძნობთ ამ აგრესიას, როცა კადრებში ხო და აგრესია და საფრთხე თუ იგრძნო პატრულში ეგრევე რატო? გაღებამდე? გაღებამდე ან გაღების შემდეგ. რატომ არ მიმართა იური კალანდარიშვილმა 112-ს თუ კი თავდასხმის საფრთხეს გრძნობდა? რატომ გააღო კარი ნაჭერში შეხვეული რეზინის ჩაქუჩით ხელში? კითხვები მის ადვოკატს დაუსვით. რომ დარეკა მეუღლე პატრულში, რა შედეგითაც დასრულდა ეს უკვე მოისმინეთ. სახში სციდავს როგორც ასევე იურის სოლს და მცირეწლოვან შვილს. ბოლო ღრიანის ხმაზე იურის იზღარჩება, რომ გააღოს კარები და გაარკვიოს რა უნდა და მოლოდინი იმისა, რომ კარების დაღების მიერება ის დაშოშმინდებოდნენ და გაერიდებოდნენ მისგან შევიდოდნენ სახში, ეს მოლოდინი მას ჰქონდა. უკვე იური ხვდება, რომ ესენი მასთან მოსულები არიან იმ აგრესიით, სწორედ აი ამ დროს ასწრებს იური და ასე ვთქვათ, მათ მიმართ ახორციელებს გარკვეულ მოქმედებას. საპასუხოდ ორივე მათგანი იწყებს იურის ცემას, იური გაურბის მას სახლისკენ, იქცევა დივანთან, სადაც მას შედახული აქვს მასზე რეგისტრირებული სანადირო იარაღი. იური ჯერ იატაკის მიმართულებით ცდილობს, რომ გასროლით მაინც იქნება შეაშინოს და ამით მაინც მოიგერიოს. თავში ხდება მოწყალოდ დიდი ალბათობით ჩაქუჩი, მუშტები და ამ დროს სწორედ ხდება გასროლები. ეს არის დაცვის მხარის მიერ მოტანილი ვერსია, რომელიც არ გამომდინარეობს არც ერთი მტკიცებულებით და ჩვენ ამას ვნახავთ და გამოვიკლებთ მათ შორის დაცვის მხარის მტკიცებულებს. მეორე, რაც შეეხება ის ფაქტი, რომ ბაჩანა ბაშარულის სახლში გამოძახებული იქნა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები და ის გააკეთა ბრალდებულის მეუღლემ, ბაჩომ არც იცოდა ვინ გამოიძახა 112-ის სამსახური. ერთი ფაქტი ნარჩენებთან დაკავშირებით იყო დაახლოებით 4 წლის წინ 2020 წელს, მეორე ფაქტი იყო 2022 წელს და შემთხვევა მოხდა 2024 წლის 5 ივნისს. იური კალანდარიშვილი ძალიან კარგად ჰქონდა გათვლილი, რას ჩადიოდა, როცა აღებდა უკვე კარებს, ამისთვის მომარჯვებულიც ჰქონდა მას ჩაქუჩი, სპეციალურად გადახვეული და შესაბამისად პირველი იყო თავდამსხმელი. დედამ შვილი მკვლელობის წინა დღეს უკანასკნელად ნახა. დაზარალებულმა სასამართლოში ბრალდებულის უმკაცრესად დასჯა მოითხოვა. გაიხსენა მისი შვილი და მკვლელობაში ბრალდებულთან პირველი დაპირისპირება. განმარტა, რომ სადარბაზოში დაწყობილი ხის მასალა ბაჩოს და ნიკოს ასურეთში მშენებარე ფერმაში უნდა წაეღოთ. შვილმკვდარი დედა ადვოკატების განცხადებასაც გამოეხმაურა. თქვა, რომ ბაჩო მარიხუანას და ალკოჰოლს იშვიათად მოიხმარდა, თუმცა ეს კონფლიქტის მიზეზი არასოდეს გამხდარა. ფიქრები, რომ ქვეყანაზე ისეთი გარეწავი იარსებდა ბაჩოსნაირ კეთილ ადამიანს და ნიკოსნაირ კეთილს ბოლოს მოუღებდა. შობლები, ცოცხლები ვართ, ან ბაჩოს შობლები, ან ნიკოს შობლები, ან ოჯახის წევრები, ბავშვები ფსიქოლოგიურად, ფსიქიკურად გაანადგურდა. უბადო ატიმრობა, მანიაკ მკვლელს. ემოციური იყო სხდომაზე ნიკო არჩვაძის ახალგაზრდა მეუღლის ჩვენებაც. პოლიციიდან დამირეკეს და მითხრეს, რომ თქვენი მეუღლე მოკლეს სასტიკად.
იარაღით მეთქი არ არსებურია ნიკო ვინ გაიგებდა განცეს პასუხი ნიკო რატო არ ყავს ინსცენირებისთვის, რომ თითქოს ეს ორი პიროვნება შეუვარდა ბრალდებულ სახლში, გარეთ ტანსაცმელი, რომელიც დარჩა ერთ-ერთ გარდაცვლილს, შეაგდა აგდებს იმ ოთახში, სადაც მოკლა ორი ადამიანი. ფაქტია, რომ იური კალანდარიშვილი ყველანაირად ცდილობს, რომ შეცდომაში შეიყვანოს მართლმსაჯულება, რაც ვერ გამოვა, იმიტომ რომ მტკიცებულებები ადასტურებს მნიშვნელოვან ფაქტს, რომ იური კალანდარიშვილმა განზრახ მოკლა ბაჩანა ბაშარული და ნიკო არჩვაძე. საპირისპირო მიზანი აქვს ბრალდებულს და ამტკიცოს, რომ ორი კაცი მოგერიების მიზნით მოკლა. სხდომები მტკიცებულებების გამოკვლევით რამდენიმე კვირა გაგრძელდება. შემდეგ იქნება ვერდიქტი. ბაჩეუნებდა ნიკოს, რომ შენ რომ მოკვდე ჩემამდე, მე ვერ ვიცოცხლებ და ანუ ნიკო ეუბნებოდა, შენ რომ მოკვდე ჩემამდე, მე ვერ ვიცოცხლებ. ძალიან ახლოს იყვნენ, ძალიან ახლოს ვიყავით ყველა ერთად ოჯახებით, განუყრელი მეგობრები იყვნენ და ასეც დასრულდა მათი სიცოცხლე. გარდაცვალების შემდეგ აღმოვაჩინე ეგეთი რაღაცეები, რომ უმეტეს ნახატებს არ ჰქონდა ცალი თვალი და ზუსტად ესეთი იყო მიცვალებული, თვალი ჰქონდა დაზიანებული. ეს მხატვრის ბაჩო ბაშარულის სახლია. ეს კი მისი ნახატები, ხშირად სისხლიანი თვალით. მის სახლში ანდერძიც იპოვეს. ნიკო ასურეთში, ბაჩო კი თბილისში, ანდერძის შესაბამისად დაკრძალეს. როცა დამთავრდები, ჩემი საყვარელი სურათი, შავ-თეთრი ქვემოთ სამი ცალი ბ მიწა, შავი, უნებრივი პატარა ყვავილობით, მრავალ ფერებში, ხო მართლა, ადგილი ერთკაციანი, მარტო მინდა, ბაჩემ ბაშარული, ბაშართ.